გამარჯობა მეგობრებო, ეს არის გასასწრებული შოუს მორიგი ეპიზოდი და დღეს სიახლე გვაქვს საინტერესო. გუნდიშა წამყვანად არაფერს არ ვარგოდა და სადეთ ამის გამოსწორება ისე რომ დღეს მე ვიქნები ამ განცემის წამყვანი. მადლობა გიორგი. და შევახსენებ მაყურებელს ასევე იმას, ისაც კარგად იცით, მაგრამ ბეტსონ სპორტი გახლავთ ჩვენი წარმდგენი. მე უკვე არ მომწონს და რას. რაღაც ხალისი აკლია. ლუდებიც მე განსხვავებული მაქვს ამ ეპიზოდზე რომ გაიგეს რომ მე ვიყავ წამყვანი გამოვაგზავნეს განსხვავებული ლუდები 5-0 შეგიძლიათ მიირთვათ განსაკუთრებით მარჯვენა ფლანგმა. დღეს ჩვენი სტუმარი კი იქნება ყველასათვის საყვარელი სამარილედან საინტერესო ადამიანი გიორგი გუნდიშვილი. გიორგი, მადლობა რომ პირველ რიგში ხარ ჩვენი სტუმარი. რამდენად ადევნებთ თვალს ამ გადაცემას? საშუალებას როცა არის ხოლმე დროის ხანდახან უყურებ ხოლმე. ყველა ეპიზოდი ნანახია. კარგით. გუნდები გადავანაწილოთ, მოდი, კი კარგად გახართ, მაგრამ თქვენი ყურება ისაც ამას რძენია სამარილეზე და მე მგონი უნდა დაგშალოთ. მოდი გუნდიშა და კნო იყვნენ ამ შემთხვევაში. და ქორო და ცოტნე. მე აქეთ ვიყავ. წადი იქი, წადი. სპორტსმენები ერთად იყვნენ რა. როგორ განწყობაზე ვარ პირველ რიგში? თან სანამ რაღაცას კითხავთ, დალევა მინდა ხოლმე, მაგრამ ცოტა დიდი ხანი ილაპარაკეთ, რომ მოვსვო. იმიტომ კადრში კარგი იქნება. თავიდან მკითხება. როგორი განწყობა გაქვთ ბიჭებო? აი, აბა რა, ბიჭო, აბა. ჩვენს ახალ სპონსორზე კი, TBC ბანკზე. ეხა არ ვიტყვი რომ ყავს. სურპრიზად დავტოვოთ, ხალხი ვერ მიხვდება უკან ისე. ვერ გაიგებს ვერ. კი ბატონო, მოგახსენებთ, საინტერესო პროდუქტები აქვს TBC-ს და დავმეგობრდით TBC-სთან და საინტერესო რაღაცებს პოდკასტი დაიწყე გადაცემა. რა შეიძლება გადაცემას მეგობრებო, დავიწყოთ გადაცემა. აქვე გია ბაღაშუნა ისა იყო silver button და მიულოცავ გია. ძალიან სასიამოვნოა. წავალ ჩვენ. ხმა, რატო რა ხმა მესმის მათ? მიულოცავ. ტელეკომპანია იმედს აქვს უკვე ოქროს ბათონი, ამას ბათაც მიულოცავ. და ქორო, შენ არ გაქვს. ასე რომ უნდა მოუმატო, უნდა დაიხვეწო. და გადავიდეთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაზე, რადგან დგას ჩვენი გადაცემა, ეს არის კითხვები. აი ესეთი საინტერესო ყუთი გვაქვს ახალი სპონსორის ფერში. და მაყურებელმა რომლებიც გამოგვიგზავნეს კომენტარებში კითხვები, იმას წავიკითხავთ და ბიჭები ეცდებიან, რომ იხუმრონ ამ რამეზე მაინც. მაშასე დავიწყოთ. კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ეს არის იმპროვიზაცია, არაფერი წინასწარ გავლილი არ არის, ამიტომაც დგანან კაი. ნუკრი სურმავა 3661 რა არ უნდა თქვას კონსულტანტმა, რომელმაც დიდხანს დაიგვიანა და დიდი რიგი დააყენა მაღაზიაში. ტუალეტში არ შეხვიდეთ ცოტა ხანი. ბოდიშის კლიდებს ყიდით ძერში და სად არის კაცო ამდენი ხანი ეს? მოვიდი ბოდიში. მეც ამის გამო ვიყავი ძალიან დიდი ხანი რომ დამოგვიანა. სულ ეს იყო. აბსოლუტ სინემა. კაი, გადავიდეთ შემდეგზე. მქონდა რაღაცები. გქონდა? ხო. შენ გიორგი ანუ ჩადი რა. ამოუშვე რაც ის აკეთებ. ხო და გაიკეთე უკან თუ გქონდა. კარგი. სებს იგწერს. სამყარო სადაც ქალები არ არსებობენ. და არის ხოს ეს სურჭელი. არა კაცო, ღვედი რა თმინდა შედგავა. გივი გამომარჯვე, დღეს 40 ლარი მაქვს და უნდა მომცე, რა გავაკეთო ხო?
მიეცი რა პასი შენი მამამო. მამა მიჯნი. ბაბის მუ. ვა, პიდარასტების შეკრება. კი, გელოდებოდით. გიორგი მესხი წერს ფრაზები, რომელიც შეგიძლია თქვა ფეხბურთის ყურებისასაც და ქორწილშიც. არა, ნუ შეხედე ხა, ეგრე უეჭველი შეუგდებს ეს რა. შეუგდე, ჩვენი საამაყო ქართველები, რამდენს სვამენ ბიჭო, რამდენს იტანენტო. კაი კაცი გწერს. სათვალეები, რომლის გაკეთებითაც ყველას ის ეხედავ, როგორებით სინამდვილეში არიან. ძალიან. არა, მაინც უკანია და. ეს იბერიას ფეხბურთელი არ არის? მეორე გუნდის? გაუმარჯოს. არა. მე მოვალ. ეს იუთუბერი არ არის? ტიკტოკერი? ყოჩახ ლუკა ყოჩახ. მოდი. შენ მიდი. მოდია. ლუკა კალატოს. ვოლტის ხურიერი. აია. ჯაბა გედენიძე გწერს. ნატო გვეჩხუბები შენ. არა, ბოდიში, ჯაბა ზედგენიძე წერს. საინფორმაციოში გამოგაცხადეს, რომ გეი გახდაო. ხო, კი, გავხდი ის. რა გახდა ის ეს ვიყავი რა არის ეს? საიდან მიხვდნენ რა? ჩავწოთავა ერთი ტელევიზორი. გიორგი ხოიძე გეი გახდა. ვარი შულო, შენზე ამახლა. აი, იმედი აყობა ამამა და. დეზინფორმაცია. რა გეი, კაცო, რა გეი. გადაცემა არ გავატრაკი და რამე ვერ გამოიზროს. ეგრე იქნება ბუბერაზი გადაცემები. რა გეი ერთი-ორჯერ იმას ავქენი უბრალოდ რა. რატო არ გეი? რა გეი? აბა გუში ღამე არაფერი მომხდარაო. რა გეის მაგაცზე გველმა უკმინა რა. ჭეშმარიტი იუთუბერი, შენ გე ტიკტოკერიოს ეხლა. და ჩემს არ უკმენია რა. რო მიკმინოს მე. აი ნუ აშკარად ბევრი გაქვს ნაფიქრი ამ თემაზე და გადავიდეთ შემდეგზე. ყველაზე უცნაური სიტყვა, რაც შეგიძლია სექსუალური კონტაქტის შემდეგ თქვა. მადლობა. რამდენი იყო ჩემზე? იფ, რა ვიჟიმავე. მართლა კარგი ბიჭი ხარ. ჩემი სპონსორი იყო. 5-დან 0. შეგიძლიათ. ყვალი გწერს, ქართულ სუფრაზე მოხვდი, სადაც თამადა მხოლოდ რითმებით ბაზრობს. ანუ დავწეროთ. ეს. რაც გინდა ისქენი კაცო. აგრესიული წამყვანია. გუნდიშა მაინც იცინოდა შეჩემა. ეხა არავინ აღარ იცინს. გუნდიშ დააბრუნდი რა. მან ყავს და გიცინოს. მინდა დავლიო ეს იქა. თქვენი დღე გრძელეთ ყველამ. ამ ბიჭმა ხო შემჭამა, რით ვერ ჩაიჯვი გელა.
და კიდე დავწერო და ვიარო ესე. ვითვერ ჩაეჯვი გელა მარტო მემცხელა? ამჭიქას ბოლომდე დავლებთ, არ გავიგონო ხმა, თორემ წინ ჩამოგამწკრივებთ, არც ერთს აქცდებათ. ოხ. გელა გადარჩა, კაია, გადავედით. შემიძლია გელაზე მარტივი რითმაა და ბევრი ლექსის დაწერა. ყველაზე უცნაური მიზეზი თვითმფრინავის რეისის გადადების. არ მე მაქვს საოცარი წინასწარმეტყველა. ჩემი შვილები იყო ყოფილი. აი არ ვიცი რა იქნება. აუ ცოტა ისევა. და რატო გადაიდო კაცო? წამა აუდუღა რა და ახლა ბომბა საათი ვიყიდე. რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული ხუმრობები. შაბათ თვითმფრინავი მოვიდა. ვარმშია. კაია. უნდა გადავდოთ ეს რეისი. რატო რა მოხდა? ჩამოანგრიეს ორივე ტყუპის შენობა უკვე ეს. გადავიდეთ. ის აი წამყვანია. ძალიან უხასია უჟმური. არიცინის. არ იცინი, აი ეხლა არიცინი რა. აწავე ხო ეხლა უბრალოდ მოგიტყვა გაგის. ანტიში. რაღაცა ეს ჯერ 1 კილა მაქვს დალეულ. განაგრძე. მართლა კი არა. აი შეიძლება დიახ. ნიკ SG3 ყველაზე უცნაური მიზეზი მეზობლის კარზე დასაკაკუნებლად. სკინა? კაკო. დაქტორ ვინ არის კაცო რა არის? გაქცევა დამოვიწყდა. დებილია ეს ბავშვი. კაკო. გამარჯობა. ათონელი ხარ? შურელი ხარ? ათონელი? შალვა ათონელი. მოდი ეხლა. ეხლა მე ვარ. გამოვიწყდა. არ ვიცი რაღაც ხომ. კიდევ ვერ გააღებდი. თქვენ ნუ ერთვებით რა ჩვენი მეებში რა. ჩვენ გიკონტროლებთ კარის საგამ. არა, გამოვიწყდა. ვინ არიან ესენი? გამოვიწყდა. დაგავიწყდა? მე ვარო და გაგი. რა მომიფიქრე? ჩაგიცხა. კაკო. დაკავს და. დენენე დშენე დენენე. რა გინდა? ოფი ჩარაპეტოვი არის. მინი ეს გამიგე. ვერ მიხვდა რა ფიზ ვერ ხვდებიან ესე. კაკო. ოპ. ნებისმიერ ამიდის, მიდი. კაკო. მამა. არა. ბოდიში მაიზვინ. კაკო. მამა. და მოვიდა მეგობრებო ჟამი. გამოვაცხადოთ სპონსორი კიდევ ერთხელ. ჩვენი სპონსორი გახდა TBC ბანკი ახალი სეზონიდან. და ესეთი ბარათი ხო არ გაქვთ ვინმეს შემთხვევით. გაკ? აჰა, ქონია უკვე ხალხს. რა მოიგეს უთხარი? ვერაფერი ვერ მოიგეს ჯერჯერობით, მაგრამ TBC-ს აქვს ახალი ბარათი და ეს არის აბსოლუტურად უფასო. იმდენად კარგი ფუნქციები აქვს, რომ ხალხს არ ჯერა რა უფასოა, მაგრამ ჩვენ თავდებში ვდგებით, რომ ეს ბარათი ნამდვილად არის უფასო. 30 წამში შეგიძლიათ აიღოთ მობაილ ბანკიდან და ძალიან ბევრი ბენეფიტი აქვს. 2000 ლარამდე თანხის გამოტანისას საკომისიოს არიხდი. თვეში 5 კომუნალური გადახდა არის ასევე უფასო და თანხას აგროვებ ყოველი გადახდისას. მეტი რა გავქნათ? ხე ხავიღებ. აიღებთ? უფასო აბსოლუტურად. ცოტა შეგიძლია აიღო. მადლობა TBC ბანკს და იმედია რომ საინტერესო თანამშრომლობა გვექნება. რაც შეეხება შემდეგ თემას,
ნელ-ნელა იწურება თემები. კაი კაცი. ტვინში მეხსიერება გაგევსო და რაღაცების წაშლა გიწევს. ესე იგი მახარას ვიცნობ. არ გვინდა. გიორგი კალატოზი გვინდა. ბიჭო, აბა ახალ YouTube ლიგაზე მარტო ცნობილები ითამაშებენო. აუ, წამეშალა ეს უფრო. აგეშალ. საკანაჟენ. ხო, იბერია რო გამოვარდა გახსოვს? საიდან? პირველ ადგილზე როა? სორი, ისეთ მაგინდელი. ბიჭო, რა ჭირსო? ბიჭო, აი ხა დავაფორმატეთ. მე აუ რა დამემართა ეს ჩემი როგორ მომივიდა. აი რა გჭირსო? ეს სექსებისთვის წამეშალა. ფოლდერი. ბიჭო, წამო ეხლა, წამო რა გჭირსო? აუ, არა რა. რამდენჯერ უნდა გთხოვო, წამო. მე წაშლი რა. როგორ ხარ? თავი. ხომშვიდობა, გუშინ გველმა გიკვინაო, გავიგე და ამოგიწოვა ვინმე? ხო, ერთმა და აი ერთმა შენ არ იცი. რამე ხო აქვს კიდე ერთმანეთის. ბიჭო, თემა არ არის, მაგრამ ანეკდოტი გამახსენდა, იცი, ამ თემას. აუ არა რა. ყურდღელი მიდის სახლში და ეს ძალიან ღამეა და ვეღარ შეასწრო სახლში შესვლა და უცბად ისქნა ბოდიში და ჩაიხადა და იქვე ქნა რა. და მეიხურა კარი, შევიდა სახლში და დილით რო გამოვიდა, ესე ფეხი ჩადგა აუსრიალდა და ოხაკ ვინც მოჭვა იმის დედა და მე გაახსენდა და თვითონ მოჭვა და ვინც მე შემაგიდა იმის. მე გაახსენდა რომ თვითონ შეაგინა და ბიჭო, თემატური იყო მე მგონი. გაეცინა ჟიურის 50 ლარი. მადლობა. წყვეთ. ყვალი წერს რასისტი კომენტატორი. როგორც გავიგე, აქ შემატყობინეს რომ ამ შავკანიან ფეხბურთელს სტატუები ქონია, რა თუნდა არ ვიცი, მაგრამ ქონია. აქ ჩორნამ მიიღო ბურთი. და სამიანი. და აი მომენტია და რა შესანიშნავი მომენტი გააფუჭა. ნუ ზანგირა. მგონი დროა საჯმა დაამთავროს ამაში, თორე დაღამდება და მე აზრი არ აქვს. ანუ კარიერის თამაშს ატარებს აშკარად. ახალი გამოთრახებულია და მაგის. აქ ფეხბურთელი cooling break-ია, ფეხბურთელები ისვენებენ, წყალს სვამენ. აქ თუ დალებენ ეხა თორე. ой დედა. აი გერმანიის ნაკრები შავებში არიან, საფრანგეთის ნაკრები კი არიან. ვა რა შეაგდო ჩინგჩონგამ. აქ რაჭკაპურა მიიღო ბურთი და წაიღო შეკვეთა საბურთალოს. აქ შეაგდო გოლი რაჭკაპურა მოგვიწევს ახლა 9 საათი ამის ცეკვის ყურება მიდი დაამთავრებს. ნიკოლოზ წერეთელი. თან მაგაწერია სომეხების აუქციონი. აბა ვინ გადაიხდის ნაკლებს? 50 გადავიხდი. აბა ვინ გადაიხდის ორ სომეხს? სამი სომეხი, აი იქით უკან 4 სომეხი გადაიხადა. დღეისათვის სულ ეს იყო ამოწურულია ლოტები. ჩაკუჩი, აბა ჩაკუჩი ვინ იყიდეს? ჩაკუჩი ვინ გადაიხდის? საშილად წარუმატებელი ჯადოქარი. გამარჯობა თქვენ ჯადოქარი ხართ ხო? ის გადიდება მინდა და აი თუ იქნება. სად გაიქცა? საჭმელი რა გვაქვს?
აი კურდღელი მომიკვდა დღეს და აუ რავი ესეთი რაღაც არასდროს არ მომსვლია საწოლს. რო კითხო ჯადოქარი ხარ. აუცილებლად ჩამოდით რანჩო ვარიანში. მეტი არაფერი არ უნდა მაგას. და თქვენს წინაშე გაქრება ქართლის დედა. გაქრება. კარტი და ცოტნე იყო. კაი კასტი გქონ. ლაშა მურადოვი. ძალიან საინტერესო თემა მოვიდა. თავისუფალი ხუმრობა. კურდღელი მიდის სახლში და ართან მოჯობს და სიტუაცია როცა დილით ვერ იძინებ. ერთი აზრი მომივიდა ჩემო მეგობრებო, დილით როცა ადგებით, ვისაც გვაქვს სათხილე, ციბოთ, 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 ციბოთ. რატო გაჩერდი? ხო დავჩე. ოხუისტი ქირურგი. ოხ შენი კიდე აქ წამრჩა. ალო. კიდე კაი, სადმე დაბლა არ მეკეთებდი ოპერაციას. ოხ რამე არ დახო მეც ეხლა. კრიტიკრიტი, მაგრამ აი ნაწლავები გადავწედი. 12 ბოჯა. რაკეტა, ესნაკერი ჩაკეტა. ნიკა ნადირაძე გვწერს მეგობრებო. ძველი ბიჭები მაფიაში. მეგობრებო, რავი, ჩემთვის აშკარაა, რომ ქორო წითელია და ვინა, წითელი, ბიჭო. დავი გააჯვი. ეს ვარ დააჭირე, მოუწია. ჩავიკუზოთ მეგობრებო სკამებზე. რატო აღარ დადის ხალხი საერთოდ ვეღარ შევავსე მაგიდა. დამკვირვებლად არიან არჩევნებზე წასული. რა დეტექტივი, არ ვარ დეტექტივი ძაღლობა და ეს შენგან შევავსე, აო. ჩავიხსენ. ხო და მე მგონია რომ 3 ნომერი არის მაფიოზი. პას, აბა. პას გამომიგოვე. ილოს სკეჩიდან არის. ლუკა კეკელიძე გვწერს. ინდოელი ბაბნიკი. და უნდა გამოიქცეს და სუქნას. ინდიან ბაბნიკ. აი თქვენი შეკეთა მომიტანეთ, ხوار დამაფიცებინებთ. აი გუშინწი მიბანავე რა. ჩემი გული თქვენ შეუკვეთეთ. ვა, ეს BMW-ა? ნე, ტეტა ბენტლი. ტეტა ფერარი. კაია, ბიჭებო, კაი ბიჭები ხარ. ამ შემადგენლობით პირველი ის იყო კითხების თამაში და საკმაოდ კარგი იყო დებიუტის გუნდიში. კაი ბიჭი ხარ. მაგრამ არ მთავრდება ამით დღევანდელი ჩვენი ჩაწერა. წინ გველოდება კიდევ ერთი რუბრიკა.
არ ვიცი ქორო რამდენად გაკაჩავს თავის ტრამვირებული ფეხით. მაგრამ მოუწევს მაინც თამაში რუბრიკის მთხრობელი, რომელიც წინაზე გავაკეთეთ. ქონდა ორი სცენარი, ერთი მძაფრ სიუჟეტიანი და მძაფრ სიუჟეტიანი არ გამოდის, იმიტომ რომ ტრამვირებულები არიან. ები რატო? ზოგი ცხოვრებისეულ და ზოგს ფეხით კივა, ზოგს ისე, ზოგს ესე. მოდი ხა გავაკეთეთ ეს რუბრიკა და ამით დავამთავროთ. გუნდი შეიქნება მთხრობელი. აი ეს მოგიმზადეთ ისევ. შეგიძლიათ მიირთვათ. და ბიჭები იქნებიან მსახიობები. გუნდი შეიქნება მთხრობელი, რასაც გუნდი შეილაპარაკებს, იმისი განსახიერება მოუწევთ ბიჭებს. მათ არ ეცოდინებათ არაფერი, ვინ რა პერსონაჟია, ვინ რას დიალოგი აქვს და ასე შემდეგ. ყველაფერს უკარნახებს გუნდიშა. აი, ჩვენი ექსპერიმენტული თეატრი უკვე მზად არის, რომ შეგვისრულონ წარმოდგენა. დავამხნევოთ და დავიწყოთ. ერთ პატარა ქოხში ცხოვრობდა ხელმარჯვე ოსტატი გოდერძი. მაღალი, წელში მოხრილი კაცი, რომელიც მაინც ხშირად არ ბანაობდა. და სასაცილოდ აცემინებდა. ის დილით სარკესთან დადგა და ხელები უცნაური მეთოდით გაახურა. ამის შემდეგ ის დაზგას მიუჯდა და ნაზად დაიწყო ხის დამუშავება. თან რაღაცას ღიღინებდა. ამ დროს კარზე უცნაური ზარი გაისმა. კლინგ კლინგ. კლინგ კლინგ. ოსტატს გაუკვირდა და ხმამაღლა თქვა. ჯერ თქვა. კარი დაჭრილა კომბლემ შემოაღო, რომელსაც ოსტატს კახური აქცენტით უსაყვედურა. ვინ შემოაღო? დაჭრილმა კომბლემ. კომბლემ. ბიჭო რა შვევი. და დაჭრილიო. ბიჭო. კახურია. ბიჭო აბა. რაზეც ოსტატმა წერულად მიუგო. ლაპარაკი არის ის. კომბლე უცნაურად დადიოდა, თითქოს უკანალში იყო დაჭრილი. ან გატეხილი კომბალი მიაწოდა ოსტატს და მოუყვა თუ როგორ გაუტყდა ის. ეს დავაზილე იმას, ცხარი მეტლიკინებოდა. გადავაზილე და გადაწყდა რა და. ოსტატმა კვლავ ხელების გახურება დაიწყო და დაპირდა კომბლეს, რომ კომბალს გაუკეთებდა. ოღონდ ერთი პირობით. ეს კომბალი იქნება სხვარიც აღარ დაარტყა მეორეჯერ. რაზეც კომბლე სიხარული დათანხმდა და გოგოსავით ამოიკვდეს. აბარა. გოდერძი დაჯდა და კომბლის კეთება დაიწყო. თან კენდრიკ ლამარის სიმღერას ღიღინებდა. ზეინოთლაკას. მოწყენილა კომბლემ თავის გართობას ცადა. კუთხეში და ოსტატის სიმღერაზე ცეკვა დაიწყო. და ასე გავიდა ოთახიდან. ზეინოთლაკას. და გავედი? ასე გავიდა ოთახიდან. ვაკეთებ ხო? გოდერძი ისე შეყვა კომბლის კეთებას, რომ ფეხებიც გაუკეთა. ხელებიც და სიმღერის ფონზე კომბალი გაცოცხლდა. წამოიმართა და პირველი სიტყვები თქვა. ზეინოთლაკას. მოდი შეს ფეხი კოჭლი გამომივიდა ცოტა. ზაზა. გოდერძი შეცვა, თვალები მოიფშვნიტა, იბწყინა, სახეში სილა გაირტყა და დაიგინა. ოი არა ის ნამდვილად ცოცხლად ხის არსებას ხედავს, რომელიც გაუთავებლად იმეორებდა სიტყვას. ზაზა. შენი გაგი მოგიტნა.
ზა შენი კარგი მოგიტნა. მაურზე ოთახში კომბლე შემოვიდა და დაიძახა. ახდება აქ, ახ მაურია. Дейნოს ლაკას. ოსტატმა კომბლეს თავისი კომბალზე მიანიშნა. აი ესაა შენი კომბალიო. აი ეს არის შენი კომბალიო. გააცოცხლდა ეს კარგ ცოცხლდა ეს კარგი ნული. ბიჭო, ის იტყვის. აფორიაქებულმა გოდერძიმ ცრემლები ძლივს შეიკავა. კომბლე თავის კომბალთან მივიდა. ორივემ ერთმანეთს საკმაოდ ახლოს ჩახედეს თვალებში. კომბალმა დაიძახა. მამა? კომბლემ კი მიუგო. კომბალის შეკეთება გთხოვები. აუ ერთე ჯიგარო. კომბალს ხელი ფეხში მოკიდა და ძირს პორტხიალით გაიტანა სახელოსნოდან. კომბალი კი გაუთავებლად იმეორებდა. რომელი ფეხი გტკივა? აბა იდი და. აბა ეს ხო რა გტკივა? ადი თქვენ გამოდით ჩემ Facebook-იდან. გამოდით. რადი დამოუდგა ჩემ ოსტატი Facebook-ზე. გლავს არკესთან მივიდა, ისევ ხელების გახურება შემოგთავაზა, სიგარეტს გაუკიდა და ზღაპრის ბოლო ფრაზა თქვა. რას არ ნახავ კაცს? ბრავო. მედი ახლა ეხლა დავირბინოთ ერთი და ვა, თქვენ გაიხარეთ რამაც წინ. აბსოლუტურად. აბსურდი იყო. ცოტნე. იქ დიალოგების დროს რაღაცა შორიზდებულების დამთავრდა. ჩემი პერსონაჟია და როგორც მინდა ისე. არა, მართალი ხარ. ეს იყო აბსოლუტური იმპროვიზაცია, ბიჭებმა არ იცოდნენ არაფერი და მე მივხვდი რომ ქორო არ შემოაგდეს თავიდანვე, გაუფრთხილდნენ ფეხის ტკივილის გამო. რა სიყვარულები ხართ ბიჭო, აი. მეთხოვე თორე გამოიწეროთ ოქტოპუსის არხი. ბიჭებს აქვს თავის პატარ-პატარ არხები, აქვს ღამაც სამარილე. ის რაღაცა საფეხბურთო გუნდში რაღაცა დაქცეულ ფეხბურთს ცდილობს და ხელი შეუწყოს და ლუკას აქ ინდური ტიტულების არხი და ბიჭები წვალობენ და გამოიწერეთ, რავი, ანუ ძალიან კაი ბიჭები არიან. რაც შეეხება ჩემ არხს, მალე ჩაეშვება ჩემი არხი და ისეთ შეგიძლიათ გამოიწეროთ. რაც შეეხება აუდიტორიას, ფანტასტიკური აუდიტორია ყავდა, როგორც ყოველთვის, ძალიან დიდი მადლობა. გასწრება ხდება ხოლმე ჩვენ ჯგუფის მეშვეობით, უბრალოდ პატარა ფანჯარაა ძალიან, იწერება. მე 20 წუთში ვინც მოიწერებიან, ისინი მოდიან ხოლმე. არაფერი არ ღირს, შეგიძლიათ გაწევრიანდეთ ჩვენ ჯგუფში, ოქტოპუსის ჯგუფში, მოსვლა ღირს თუ არა თავად გადაწყვიტეთ და დაესწარით ერთად კარგი. რო გავატაროთ ხოლმე. ვერ დაამთავრებ. ცოტა გაეწევათ. ხო. მადლობა ძალიან დიდი ბეტსონ სპორტი გახლავთ ჩვენი წარმდგენი და ჩვენ მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით. კარგად.